საჯარო სამსახურში არასოდეს ყოფილა, მაგრამ ისე მოხდა, რომ თითქმის დაბადებიდან ყურადღების ცენტრშია. საზოგადოებას ჯერ ისე აინტერესებდა, როგორც ცნობილი ადამიანების შვილი, მე როგორც პოლიტიკოსის თანამეცხედრე. ხოდა რა გასაკვირია, რომ ხანდახან მეჭორეების დარტყმის ობიექტიც ხდება ხოლმე. განსაკუთრებით კი მაშინ გააგილიკეს, როცა პოლიტიკის გარიჟაში ოცნება გამოჩნდა და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა მშვიდად ვარო. რეალურად რას გულისხმობდა სიმშვიდეში? ადვილია თუ არა ცნობილი მწერლის შვილობა, ეროვნული გმირის რძლობა და ცნობადი სახის მეუღლეობა. რას წყინს, რა უხარია, რაზე ოცნებობს და მიიჩნევს თუ არა, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკა ეშმაკის ბორბალია. ყველაფერ ამას თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლის, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელსაც ტელეკომპანია იბერია და მე, ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი მონტაჟის გარეშე წარმოგიდგენთ. ნათია, ვიცი რომ გიყვარს ავანტიურები, ხო? არ ვიცი. არა, მე მგონია რომ რაღაცნაირად გიყვარს ავანტიურა. ანუ რა მინდა რომ შემოგთავაზო ავანტიურა? ავანტიურა არა მგონია, კუდრაჭობა უფრო. რა არის კუდრაჭობა? უწყინარი ავანტიურა. ხო, მაგას გულისხმობ თუ რა? ავანტიურა მაინც ხოს რა. ხო, არა მეს გულისხმობს. ასოციაციას იწვევს? ხო, რა თქმა უნდა, რაღაც თაღლითობას უფრო იწვევს ვიდრე. ხო. რამე მხიარობს. კარგი. მოდი ახლა ავანტიურისტი ცუდი სიტყვა. არა, მე მგონია რომ მე ავანტიურისტი ვარ და მომწონს, ცუდი ვარ. იცი რა არის? ნუ ეხა ოსტაპ ბენდერიც მოსწონს ხალხს, იმდენად ნიჭიერად დაწერილი პერსონაჟი, აღწერილი პერსონაჟია, მაგრამ მე არ მიყვარს თაღლითობა. არა, თაღლითობას არ თავაზობ, თამაშს თავაზობ, კუდრაჭობას. კუდრაჭობა კაია. მიზანში ვისროლოთ, გინდა? არ მგონია რომ მე გავარტყა მიზანში და ამით გავარკვიოთ, შენ რამდენად შეგიძლია მიზანში. კი. მე ამ დაფას დავკიდებ. წითელი რადგან ერთია. რატო გააკეთე არჩევანი მაინც და მაინც წითელზე? იმიტომ რომ მომწონს შენ წითელი საროჩკა და რაღაც წითელი ფერი დომინანტურად თან დაღლილი ვარ დღის ბოლოა. ეს უფრო აქტიური ფერი. ეხლა მეც თუ გამომივიდა. აჰა. ერთიც და კიდე. თუ გამოგივა, სხვა კი არ უნდა ჩამოაგდო. ეგ ალბათ რაღაცას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვარ თანამშრომლური. მე ვერ ჩამოაგდო. ნათია, ნახე რა ხდება. ვიღაცას გამოსთვის რაღაცა, პოლიტიკაში ცხესია, ცხოვრებაში ცხესია, ვიღაცა ადის, მის ადგილს იკავებს. ხშირად გქონია ცხოვრებაში ეგეთი მომენტი, სადღაც ასულხარ და მე ვიღაცას ჩამოუგდი-ხარ. ხო, არ ვიცი, ეს აღმა ცოტა სხვა ფილოსოფიით უყურებ ამ ყველაფერს, მიზნებსაც, რომელიც უბრალოდ ჩემთვის არის პროცესი. პროცესი, რომელშიც არის რაღაცა რელიეფი შეიძლება იყოს უსწორმასწორო, მაგრამ ასეთი შეჯიბრებითობით ჩემი ცხოვრება, ჩემი პირადი ცხოვრება დატვირთული არ არის. მე არასდროს არავის არ ვეჯიბრებ. შენი ოჯახის ცხოვრება ხო არის დატვირთული? ხო, ჩემი ოჯახის ცხოვრება რაღაც თავგადასავლებით აღმოჩნდა დატვირთული. თან ძალიან დიდი თავგადასავლებით. თუნდაც მოდი ბოლო პერიოდი გავიხსენოთ, როდესაც თქვათ იგივე ირაკლი ადის მაღალ საფეხურზე და მე უცებ დაბლა ვარდება. ხო, აი ეგეც ხო პირობითია, რამდენად დაბლა. ეხლა სადაც აღმოჩნდა, მე ის მიმაჩნია ყველაზე სასურველი მაღლა. ირაკლი ხა არის SP Consulting, არის ასეთი ამერიკული კომპანია, კერძო საკონსულტაციო ფირმა, რომელიც სხვადასხვა მთავრობებს უწყობს სტრუქტურებს, ძირითადად ეკონომიკურს და სამედიცინოს. ამერიკაში, ხო? ამერიკაში, ვაშინგტონში არის სათაო ოფისი, ბევრ ქალაქშია კიდევ, ნუ დიდი კომპანიაა ძალიან გიგანტური. თანამშრომლებიც ბევრად უფრო სოლიდური ყავს, ვიდრე აქ ეყოლებოდა პარლამენტში, ასე რომ. რატო არ გაყავ? მაღლა და დაბლა არ ვიცი. რატო არ გაყევი? რატო არ გავყევი და რაღაცნაირად გამოვიდა, რომ აქ ბავშვია, შვილი, მე თვითონაც კიდევ საქმის მთლიანად შეწყვეტა იქ თავიდან სამსახურის ძებნა. გადაწყვიტე, რომ უფრო მირჩევნია წასვლა-წამოსვლის რეჟიმში ვიყო. ეხლა შემოდგომაზე წავალ და უშოთ, ან ერთი თვით შეიძლება, ორითაც თუ საქმე მომწეს ამის საშუალებას, დაუბრუნდები ისევ და ასე. იცი რაღაცა უნდა გითხრა და არ გაბრაზ და არ გეწყინოს უბრალოდ რა. აი ხომ მე რო ინტრიგანი ვიყო, ხო? ხალხობად ვიკითხავდი, რომ ამ ალასანიამ აქვე რა აწყო თავისი პარტია, კარიერა და ამერიკაში წავიდა და მთავრობებს როგორ უნდა აუწყოს, თუნდაც ადმინისტრაცია. ძალიან კარგი კითხვაა, სულ არ არის სხვათა შორის ინტრიგნული კითხვა, იმიტომ რომ საერთოდ ყველანაირი საქმის აწყობა, კარგი იქნება.
ყველანაირი საქმის აწყობა გამოგდის იქ, სადაც ჩვენს ენაზე ლაპარაკობენ. იმიტომ რომ რის აწყობაც არ უნდა დაგაწყებინო, მე შენ ახლა ვთქვა ფსიქოლოგიაში, ვერაფერში ვერ ამეწყობი თვითონ, ხო? იმიტომ რომ ვერ მიხვდები რაზე გელაპარაკებ. ძალიან ბევრი უნდა გამეცადე. აქ დავჯდები, თუ არ გეწყინება. პირიქით, რაღაც ისეთ რომანტიკულ პაემანს გავს. ხო, რომანტიკული პაემანი ცოტა უხერხულია დღევანდელ ქართულ რეალობაში, პოლიტიკურ რეალობაში. ასე თუ ისე ნათია, მაინც ხარ შენ ქართული პოლიტიკის ნაწილი, მოდი შევთანხმდეთ. კიდევ არ? არა, ხარ? მაინც ვარ? კი, აქტიურად წერ პოლიტიკურ სტატუსებს სოციალურ ქსელში. აქტიურად? კი, აქტიურად. და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხარ ყოფილი მინისტრის მეუღლე. ხო, მე საერთოდ ეგეთი შტაბი. რა არის ჩემი ბოლო პოლიტიკური სტატუსი? რაღაცა სულ მრავლდება ხოლმე ეს და მე თვითონ რომ ვფიქრობ, ვერ ვიხსენებ პოლიტიკური შინაარსის სტატუსებს. მართლა. არა? ძალიან იშვიათად შეიძლება რამეზე გამოთქვა აზრი არა მაინც და მაინც პოლიტიკურზე. ნუ აი რაღაცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენაზე ან რაღაცაზე, მაგრამ საკმაოდ იშვიათად ხდება და რა ვიცი, ვერ გაიხსენებ, აი შენც მაბრალებ და ვერ იხსენებ. მითხარი, ბოლო ჩემი პოლიტიკური სტატუსი. არა, მე არაფერს არ გაბრალებ. აქტიურად პოსტავ პოლიტიკაზე. ყოველ შემთხვევაში ქვეტექსტებს ხედავ ხოლმე იმ სტატუსებში, არა? იქნებ გეჩვენება, იმიტომ რომ განწყობაა, შენი პროექცია ასეთი. არა, მე შეიძლება მეჩვენება, შეიძლება ისიც მეჩვენება, რომ მე მგონია რომ ნათია ფანჯიკიძე. იმიტომ რომ ფროიდმა ხო თქვა, რომ სიგარა ხანდახან უბრალოდ სიგარაა, მაგრამ როცა ადამიანები ამ სიგარის მიღმა ეძებენ რაღაც მოლოდინი აქვთ, მაშინ შეიძლება სიგარა გარდაიქმნას ყველაფრად. ხო, მაგრამ იცი რა არის? მე ჩემი შეხედულება შეიძლება ვწდები და ახლა ისე წავიდეთ ფროიდს და ამ შემდეგ რომ მე მგონია რომ ნათია ფანჯიკიძე რა ყოფილიყო პოლიტიკაში, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდა, ვიდრე ვთქვათ მიაღწია ირაკლი ალასანიამ. უფრო მეტი ხალხიც გაყვებოდა, უფრო ქარიზმატული იქნებოდა, ვწდები? მე ადრეც მithქვამს ეს. იმდენად, რამდენადაც ეს ალბათ ძალიან არასერიოზული იქნებოდა. და ამ ქვეყანაში ყველაფერს არასერიოზულს უფრო ასე ვთქვათ, არასერიოზული იქნებოდა, იმიტომ რომ რა შუაში ვარ პოლიტიკასთან. მაქვს ჩემი არაჩვეულებრივი სამსახური, რომელიც 80%-ია ჩემი იდენტობის თუ მეტი არა. და მე ვთვლი, რომ აი ვცხოვრობ ამ პროფესიაში და მე ვთვლი, რომ ჩემს საქმეს ძალიან კარგად ვაკეთებ და არანაირ მონაცემს არ ვგრძნობ ჩემს თავში, რომ ვიყო რაღაცის მართველი თუ დირექტორი თუ აი რაღაც, ხო და აქედან გამომდინარე, ჩემი ადგილი აბსოლუტურად მშვენიერია იქ, სადაც ის არსებობს. შენი სამსახურიც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, მით უმეტეს თუ კი გავითვალისწინებთ ჩვენ ბოლოდროინდელ ამბებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არის აწეხით, ხო? ამის შესახებ ცოტა გვიან კითხავ. ეხლა ის რაც საუბარი დავიწყეთ, ვუყურებ შენს არ ვიცი რა ქვია ამას, სამკაულია თუ რა არის. რა არის ეს? რა სინახავ? თილისმა? ეს სამკაული მაჩუკა ჩემმა ამერიკელმა პროფესორმა ანათინა მიშერმა, რომელთანაც მე მაქვს ძალიან მძაფრი სულიერი კონტაქტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. და ეს თილისმა კი არ არის, ეს არის ამბების ჩანთა. ანუ სამყაროს ხმების, სამყაროს ნივთების, აქ არის ვიღაცის ზმეიკის ნაგლეჯი, ვიღაცა ეს არის მთელ რაღაც სხვადასხვა ქალაქში შეგროვებული ქუჩის ნაგავი, ასე ვთქვათ. რა თქმა რომ სხვადასხვა ქალაქში შეგროვებული ქუჩის ნაგავს ატარებს. ეს არის ამბავი სიმბოლიზებული, რომელიც ანათინამ თავის მოგზაურობისას შემიგროვა და ჩამომიტანა როგორც მაჩუკა, როგორც თავის შთაბეჭდილება. რო არ გეკითხა, პირველი ხარ ვინც ეს საერთოდ შეამჩნია. ძალიან მიყვარს და ეხა ანათინას ხელი აქვს რაღაც ნატკენი და გულთან ახლოს ამიტომ. მაგრამ შენ ხო შენი ამბებიც გაქვს. რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მას უგზავნი ენერგიას, იმიტომ რომ რაღაც ტკივა. და მოდი შენი ამბები მომიყევი. მოდი დავიწყოთ სუფთავიდან. თუნდაც შენი და ირაკლის შეხვედრიდან. ეს როგორ ფიქრობ, იყო ერთგვარი ცაში გადაწყვეტილი ამბავი, თქვენ რო შეხვედრით ერთმანეთს? ნახე, ცნობილი მშობლების შვილი ხდება ადამიანის შვილს, რომელიც ეს ადამიანი მოგვიანებით ხდება ეროვნული გმირი. არის ამაში რამე საკრალური იყო თქვენ შეხვედრაში? მგონი აინშტაინის ნათქვამი არის არა, რომ შენ შეგიძლია ამოარჩიო ასეთი ვერსია ცხოვრების, რომ ყველაფერი რაც ხდება სასწაულია.
ამ პირიქით ამოარჩიო, რომ საერთოდ არ გიჯეროდეს სასწაულზე ყველაფერი გეჩვენებოდეს, რომ უბრალოა ან რაციონალური. ასე რომ გააჩნია რა დამოკიდებულებით შევხედავთ. თუ ყველაფრით შეგვიძლია აღტაცება, რომ ყველაფერი სასწაულია, ყოველი შეხვედრა, ყოველი გაფიქრება, ყოველი საერთოდ სამყაროს აქვს რაღაც ამბების ერთიანი ქსოვილი, შინაარსების, რომელიც შეიძლება რაღაც დიდი პერიოდი ისე დაიძინოს, როგორც კარგ წიგში, რომელიღაც ხაზი თემა იძინებს. მაგრამ ის ყოველთვის მე სადღაც ამოვა და ყოველთვის იმას აქვს თავისი ფინალი და თავისი მშვენიერი დასასრული. ასე რომ მაინც არ მეყვები შეხვედრის ამბავს. არ შემიძლია ეგეთი ლაპარაკი არ მეყვარს. რატო არ გიყვარს? რაღაცა მგონია რომ ის არის შაქარლამა რაღაც. რატოა შაქარლამა? რა ვიცი, იმიტომ რომ შეიძლება რა ვიცი ძალიან დაღლილი ვარ, ეგეთი რამე ან ძალიან გემოვნებით უნდა მოყვე, ან ჯობს რომ რაღაც ეს ღრუბლებში აპყრობილი თვალებით ეს მოხდა პეტერბურგში ესე არ გამოგივიდეს. გაგიმართლა, როდესაც ირაკლი ალასანიას შეხვდი, თუ ირაკლი ალასანიას უფრო გაუმართლა? მე არ ვიცი მას როგორ გაუმართლა. მე ვთვლი რომ მე ძალიან გამემართლა, იმიტომ რომ არა მხოლოდ იმიტომ რომ ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც მე შემიძლია ცხოვრებაში პატივი ვცე და რომელსაც მიეწერება, ვთქვათ ამ თანაცხოვრების ამხელა დროში 26 წელია ჩვენ ერთად ვართ, 26-ე. ძალიან ბევრი რამ, პირველ რიგში ამბები, თავგადასავლები, რომლებიც მას შემოაქვს ჩემს ისეთ მშვიდ ცხოვრებაში. ანუ ამბის მომტანი ის არის და თითქოს აი რაღაც ევოლუციურადაც ხო ასე იყო ხოლმე, რომ კაცი იყო ამბის მომტანი, ამბის შემქმნელი და რაღაც გადასხვაფერებული მე-21 საუკუნის რეალობაში. მაგრამ ეს ამბები რომ ზოგჯერ ცუდია და ზოგჯერ ტკივილი მოაქვს შენთვის. ტკივილი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე ბანალურია სიხარული. თქვენ ვისაც არ უნდა გკითხოთ, როგორ წარმოუდგენია ბედნიერება, მიიღებთ 100-დან ალბათ 101 პასუხს. ყველაზე დიდი დარტყმა და ტკივილი, რომელიც ირაკლის გამო მიგიღია, რა ყოფილა და ირაკლის გამო მიგიღიას მე ვერ ვიტყოდი. არა, ირაკლის გამო უყენებია. ბრალდებასავით არის. შენს გამო მე რაღაც გამიჭირდა, ან შენს გამო მე რაღაც მეტკინა, ესეთი რამე არ არსებობს. უბრალოდ იმის გამო, რომ ვთქვათ, ირაკლი რაღაც რთულ სიტუაციაში იყო ხშირად, აი იმ სიტუაციებს ახლდა ტკივილებით, ჭრილობებით, სისხლიანიც, ძაფრიც. ყველა ძალიან რომელიც დაგამახსოვრდა. იმდენად ბევრი იყო, რომ არ ვიცი, ეხა შეიძლება ყველაზე შოკის მომგვრელი მაინც პირველი არის ხოლმე, აი, როდესაც ამ შენი სულში ტკივილი, მაშინაც არცა შენ 3 წლის ხარ თუ 2-ის, თუ სულაც პაწაწინამ, კიდე უფრო პატარა, როცა ცნობიერება ჯერ კიდე სიტყვებით არ ფორმდება, მაგრამ სულიერი ტკივილი პატარა ბავშვს აქვს მაშინაც, როდესაც 3 წლის ბავშვს რო წაართვა კამფეტი ან საყვარელი სათამაშო. მისი განცდა არის ზუსტად ისეთივე სერიოზული, ზუსტად ისეთი მდუღარეცრემლებით ტირის, რომ ბავშვივით მდუღარეცრემლით ამ ქვეყნად არავინ არ ტირს. ნუ გადაგაკ საუბარი სიტყვას ბანზე დუმიგდე, კონკრეტულად ბანზე. ამიტომ ვთვლი თქო, რომ აი სანამ მინდოდა მე თქვა, რომ სანამ სულის ქალწულება არის თქო, აი გაფხაჭნილი არ არის ტკივილისგან თქო, მაგრამ მე ამიტომ გამახსენდა, რომ ის იკაწრება სუპაწაწინა რო ხარ მაშინაც, როცა დიდ ლოგინში დაგაწვენენ და დედა დროზე არ შემოვა. ამიტომ, ნუ მაინც ესეთ სერიოზული გააზრებული ტკივილებიდან ალბათ მამიას ამბავი, როდესაც ის დაიღუპა აფხაზეთში და ჩვენ არ ვიცოდით იყო ცოცხალი თუ იყო მკვდარი. ირაკლი ჩემზე 2 წლით უმცროსია და ჩვენ უკვე ნიკუშა გვყავდა პირველი შვილი და ირაკლი იყო გვიანი თინეიჯერი 19 წლის. და გარდა 19 წლის იყო, ანუ თინეიჯერობის, მოზარდობის ბოლო წელიწადი, მე უკვე 20 წლის რო ხდები თინეიჯერობაც მთავრდება. ხო და რამდენადაც თვითონ ტკივილი ნებისმიერ ასაკში შოკის მომგვრელი იქნებოდა, ისეთი იყო, იმიტომ რომ ხან ვიღაც დაღესტნელი ქალი იყო ჩამოსული და ხალხისგან ფულს კრებდა, რომ შენი შვილი ცოცხალია, მამა შენი ცოცხალია, შენი ძმა ცოცხალია და უამრავი ადამიანი ომის მერე ასე ჰყავთ საქართველოში გაძარცული, რომ აი ამ იმედს
იმედს ყიდულობდნენ ადამიანები, უკანასკნელი კაპიკები 80 ჩვენგანაც წაიღეს. რა თანხა წაიღეს? რაღაცა სოლიდური, მაშინ ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს იმ პირობებში აი ახლობელი დაგვეხმარა მაშინაც, იმიტომ მაშინ ხო არავის არაფერი ამ ქვეყნად არ ქონდა. და აღმოჩნდება, რომ ეს ტყუილია და ხო ეს შოკის მომგვრელი ნებისმიერ ასაკში იქნებოდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ დაუშვათ აი ამ ძალიან ახალგაზრდა წლებში ეს კიდე უფრო შოკურად აღიქმება, მით უფრო შოკურად აღიქმება, რომ ძალიან ახალგაზრდა რო ხარ, შენ ძალიან ბევრი სამყარო არ გაქვს აღმოჩენილი, ძალიან ბევრი რამე შენ არ იცნობ. აი ხო გინახავს რაღაც სიტუაცია თუნდაც შენივე ქვეყანაში და გითქვამს, რომ ასეთი საქართველოც არსებობს, აი ესეთი არ ვიცოდი, ხო? და მაშინ მით უმეტეს ძალიან ბევრი რამ არის, რაც შენ არ გაქვს აღმოჩენილი. მით უმეტეს ეს იყო ალბათ ჩვენთვის მით უმეტეს საბჭოთა კავშირის დროს, როცა არც კი აშუქებდნენ რაღაცა ხვის თავს მომხდარ უბედურებასაც კი და უცებ გემართება რაღაც უცნაურობები ადამიანებისგან. და იმის თქმა მინდოდა, რომ მით უმეტეს შენ ალბათ შეჩეული იყავ მეტნაკლებად კომფორტულ ცხოვრებას, ბავშვობას, ხო? კომფორტულ სიყვარულიდან სიყვარულიც გამომდინარე. ხო, სიყვარულიდან დობიცავსე გარემოს. მე მქონდა უსაფრთხო გარემო, იმიტომ რომ სიყვარულში ვიზრდებოდი ნამდვილად. და როგორ გადაიტანეთ აი ეს ამბავი? და საერთოდ როგორ გაიგეთ მამი ალასანიას გარდაცვალების შესახებ? ტელევიზიით, აი უცებ. არა, ირაკლი სხვა აფხაზეთში იყო ომში ამ დროს და ვერ გავიგეთ ვერაფერი დიდხანს 3 წელი ვერ გავიგეთ რეალურ საბოლოო პასუხი, იმიტომ რომ ირაკლი რომ ჭუბერის გზით წამოვიდა ფეხით, მაშინ გაიგო რომ ის შენობა იყო ალყაში, სადაც ჯიული შარტავა და ეს ხალხი იყვნენ. და როდესაც და იფიქრა რომ დავბრუნდებიო, მაგრამ გია ყარყარაშვილი ეუბნებოდა რომ უკვე წარმოუდგენელია დაბრუნება და არც იფიქრო ამაზე, ასევე გვარდია, მოკლედ ვისაც კი სთხოვა, ვისაც გზა და გზა გადაეყარა, ყველა ერთმნიშვნელოვნად ამბობდა რომ უკვე დაგვიანებული არსად შესვლა აღარ შეიძლება. და მოკლედ რაღაცა თვითონაც რო შეეცადა უკან მიბრუნებას, მიხვდა რომ მართლაც მიახლოების შანსი არ იყო და წამოვიდა ისე რომ მან არ იცოდა პასუხი და არ იცოდა არა მარტო ირაკლი, მაგრამ 27 ადამიანმა, ვინც მათთან ერთად დახვრიტეს. იცოდნენ მხოლოდ გურამ გაბისკირიას ამბავი, იმიტომ რომ რაღაც კადრებში მოჩანდა ეს, უფრო ადრე დადგინდა, ასე ვთქვათ და გახმაურდა და ერთადერთი ვისი ნეშტიც გადმოასვენეს ეს იყო ჟიული შარტავასი. ასე რომ ძალიან დიდხანს ეს 27 ადამიანი დაკარგულად ითვლებოდნენ თითქოს. და მერე უკვე არ დაღლილა ირაკლი, ასე ვთქვათ, აი წინ და უკან სიარულით და ხან მორგში დადიოდა ამოცნობაზე, ხან ამან უბიძგა ირაკლის რომ პოლიტიკაში ჩართულიყო? მე ვფიქრობ რომ ამან განსაზღვრა მისი ბედი და სწორედ ამიტომ აქვს ტკივილს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ინერცია, რომ ტკივილი რო შემოგარტყამს ძალიან დიდხანს მიგათრევს სადღაც. ასევე აი პანჩური რა კაი რამე არა, აიწევი ჰაერში ზემოდან გადმოხედავ და ინახავ რაღაც ეს გზას. ხო, ისე მაპატია ნათია და პოლიტიკური პანჩურები შენს ოჯახს არ დაკლებია განსაკუთრებით ბოლო წლებში, ხო? ხო. უნდა კითხვა ამის შესახებაც, შეიძლება ახლა ცოტა გადავხტე, მაგრამ აუცილებლად უნდა კითხო. მე ადრეც კითხე, მე მგონი, როგორი იყო შენი განცდა, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე ქვეყნის მეორე პირი, პრემიერი საჯაროდ აკეთებს უხერხულ განცხადებებს, ან ჭორაობს. ეს მით უმეტეს როცა ეხებოდა მეტნაკლებად ინტიმურ თემას. რა იგრძნო ნათია ფანჯიგიძემ ამ დროს? ნდობა ხო არ დაკარგა ადამიანების? არა, რა თქმა უნდა, ადამიანების მიმართ გენერალიზება ეს არასდროს არ შეიძლება, იმის და მიუხედავად რამდენი მდარე გამოვლინებაც არ უნდა შეგხვდეს ადამიანებისგან. არა, როდესაც რაღაცა ხდება უკადრისი ვიღაცის მხრიდან იმ კონკრეტული ადამიანის შესახებ, რომელიც საერთოდ ვანო რა არის, იცი ნებისმიერი ადამიანი ვიყურებით ჩვენი შინაგანი თვალით. და რადგანაც აი ძალიან დაეჭვებული ადამიანები, რომლებიც არავის არ ენდობიან, ასე მგონია რომ თავის თავსაც არ ენდობიან თითქოს, ხო? და რამდენადაც მე ყოველთვის ჩემი კეთილი ზრახვების მჯერა ზოგადად ყველაფრის მიმართ. ანუ ადვილად ენდობი ადამიანებს? მაშინაც კი მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს სკანერზე ვხედავ და ზუსტი დახასიათება შემიძლია მოგცე ვიღაცის, ეს არ შემოდის ჩემს გამოცდილებაში, აი არ შემოდის სიფრთხილეში.
არ მხდის ეს დამადარაჯება. ამბობ იმას, რასაც ფიქრობ. არა, ნამდვილად გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრებაც სავსეა მსგავსი მაგალითებით, როდესაც ვიღაცას, აი ცხოვრებაში ეხა არა ესეთ სცენაზე, რომელსაც შენ ათვალიერებ და კიდევ შენი ფანტაზიით ამდიდრებ და შენი ხედვით ხედავ რაღაცას, რაც შეიძლება ჩემს მიერ სულაც არ ყოფილა ისე განცდილი, ხო? როგორც შენ წარმოგიდგენია, რომ მე ალბათ ასე განვიცდიდი და ესე იგი იმანაც ასე განიცადა ეს. ამიტომ რეალურ ჩემს ცხოვრებაშიც ყოველთვის ასეა, რომ აი ძალიან კარგად ვიცი ადამიანს, რა თვისებები აქვს, რა სისუსტეები აქვს, მაგრამ არასდროს არ მაქვს სიფრთხილე იმისა, რომ დაუშვათ რაღაცაში არ ვენდო. და სანამ ფაქტი არ დაიდება აი ამ განხორციელებული რაღაცის, მანამდე აბსოლუტურად არ არის რაღაცები ჩემს ფიქრებში, რომ აბა ესა ის ხო და ამდენად ისეთი ის არის, რომ რაღაც ერთ კონკრეტულ ადამიანზე, რომელსაც აი უყურებ შენი შინაგანი თვალით და ფიქრობ, რომ თუ კი მე მაქვს კეთილი განზრახვა ვაფშე წამოჭრაც არ შეიძლება. არა, რა თქმა უნდა, ეს მონტაჟის გარეშე არის. აჰა, კაი ბატონო. ეს მეგონი ფსიქოლოგიური მომენტია რა. რა? რომ არ უნდა დაჭრა. ანუ როგონია რომ შეიძლება ეს ამოიჭრას რაღაცა და ნუ ყველაფერს რო ლაპარაკობს ადამიანი. სხვათა შორის, ხო, როგონია რომ უნდა ამოიჭრას, უკეთესია იმ მხრივ, რომ უფრო მეტი გულახდილობაა, ხო? გულახდილობა ეხლაც არის ჩემგან, კონტროლი უფრო მეტი მაქვს ეხლა, რომ ვთქვათ, არ შევურიო რაღაც ისეთი სიტყვა, რაც მეტყოლებაში შეიძლება შეურიო, მაგრამ არა ინტერვიუში მაინც და მაინც. ხო და ამდენად ეს არის, რომ ვიღაცაზე რო გგონია, რომ რაღაც შეიძლება მოიტანოს სიახლე, რაღაც შეიძლება მოიტანოს სიკეთე და აი უცებ რო აღმოაჩენ, რომ არა, არ შეიძლება ასეთ სივიწროვეს ბუნების სივიწროვემ მოიტანოს სიკეთე და იმედგაცრუება რაღაც კონკრეტული. ზოგადად ვლაპარაკობთ, კონკრეტიკაზე გადავიდეთ. ქართული პოლიტიკის გარიჟრაზე, როდესაც გამოჩნდა ოცნება, იცი რა არის, ვანო, ზოგადად კი ვლაპარაკობთ, ჩემთვის უკვე ეს არის გუშინდელი დღე. და საერთოდ დღევანდელ დღეს მე ვფიქრობ, რომ უბედნიერესი ვარ, რომ საერთოდ ეს ფიქრები ჩემთვის აღარ არის. მაგრამ რატომღაც ჯიუტათ ადამიანები, არა მხოლოდ შენ. უნდათ რომ აი დამაფიქსირონ ამ პოლიტიკასთან და კაცო ასე თუ გიყვარდით აქ არ ვიყავი. არ იცი რომ მიყვარდი აქამდეც? როდესაც მინისტრის სოლიცი ყავი, პოლიტიკასთან ბმაში ყოფილიყავი, მიგეცათ ხმა? მე მივეცი არ უმალა ვაგე საჯაროდ ვამბობ, მაგრამ სხვა რამე მინდა გითხრა. ამბობ რომ ადამიანების სკანერში ვატარებ ადამიანებს, ხო? მთელი ამბები მოყვა იმ ინტერვიუს, როდესაც ამბობდი, აი ბიძინა ივანიშვილის გამორჩენის მერე, მშვიდად ვგრძნობ თავს და ნეტარი გავხდიო. და თუ ხედავდი ამ ადამიანს, რომელმაც რაღაცა 2 წლის მერე ღია თქვა, რომ ალასანიას ყავს საყვარელი. ნუ მოდი, ყველაფერს დავარქვა თავის საყვარელი. რა მოხდა მერე? მე ყველა მიყვარს, ვისაც ჩემი ქვრისთვის სიკეთე უნდა. მათ შორის მისი საყვარლებიც. ცუდი ხო არ უნდა პირაკლის საყვარლები? არ ვიცი, თუ ყავს. რა პრობლემაა? ცუდი ხო არ უნდათ იმ ქალებს ირაკლის. იცი რა არის, მთავარია რომ აი ცუდი არ უნდათ მისთვის. რატო იყავი ნეტარი მაშინ და მე რაღაცო გახდი ასეთი, ასე თქვა დაპირისპირებული? ნეტარი სიტყვა არ მიხსენებია სხვათა შორის ჟურნალისტებს ხშირად აი რაღაც ფაქიზი ნიუანსი აქვს რაღაცა სიტყვებს მაგალითად შევაბრალებ ყველაფერს ხო ჟურნალისტებს ებს არა იმ კონკრეტულმა ჟურნალისტმა დაწერა სიტყვა ნეტარება ხო და მე არ მithქვამს რომ ნეტარებაში ვარ მე ვთქვი რომ მე ნეტარი ვარ იმიტომ რომ ინტერვიუ იყო თვითონ მხიარულ ტონში და ნეტარი აი ნეტარს ამბობენ ნახევრაცულელ ადამიანზე ხო რაღაცა ნეტარია საწყალიო რო იტყვი ხო და ანუ თვით ირონია იყო ასე თქვა აი ესეთი მშვიდი ვარ რომ ნეტარი ვარ თქო და დაწერა იმან რომ ნეტარებაში ვარ იმიტომ რომ სიტყვა ნეტარის აი იმ გემოს ვერ მიხვდა ასე თქვა სანელებელ სიმწუთას თუმცა ამას არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ მთავარი აქვს განზრახვას რომ ეს რომ ერთ-ერთი ნაციონალი პოლიტიკოსის ცოლმა ამოჭრა და პირველი ის იყო რომ ნეტარებაშია დაიწყეს და ნეტარებაშია და ნუ მოკლედ მე რო დაატარებენ რო აღარ აქვს მე ხოცებმაც დაიწყეს ამისი ესენი ხო ნუ კატეგორია ადამიანების ხო ერთი არა მნიშვნელობა პოზიცია რომელია მაგრამ ნუ მათი განზრახვა რა იყო კარგად ვერ წხვდები ახლა სიმართლე რო გითხრა იმიტომ რომ განზრახვა იყო რომ რაღაც თქვა ცუდი და ამ ცუდს ისეთი კარგი ფსიქოლოგია აქვს რომ ახლა მე რო ვთქვა რომ
ვაიმე წვერები აქვს, მაგრამ ნუ ეს თქვა ესეთი ინტონაციით, რომ ეს არის დასაძრახი, წვერები აქვს, ყველა იტყვის, ხო? ხო და ამდენად ეს იყო რაღაც შინაგანი აქტი, რომ აი რაღაცა უნდა თქვათ, რომ აი რა ცუდი ტიპია თუ აი რა სისულელე თქვა თუ რაღაც და კი არა და მე თარგმნეს რომ როგორ ხოტბაში ასხავდა. სინამდვილეში საერთოდ არ ვაქებ იქ ბიძინას. სინამდვილეში ვამბობ რომ მე ვარ ძალიან მშვიდი თქო, იმიტომ რომ ჩემი ქმრის გვერდით გამოჩნდა პარტნიორი, ვისაც დარტყმის და პასუხისგებლობის თავის თავზე აღება შეუძლია. თუმცა პირიქით მოხდა. ხო, მაგრამ ნუ იმ ეტაპზე მართლა ასე იყო, ხო, ნაციონალების ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო იმ კონკრეტულ იმაზე, თორემ მე რა თქმა უნდა სხვანაირად იყო. მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში ეს მართლაც ასე იყო, რომ საერთოდ აღარ ვდარდობდი არჩევნები როგორ დამთავრდებოდა, ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა, არ მქონდა ამაზე ღელვა. სხვათა შორის ნათია რაღაც მაგრამ მაგის თქმა მინდა, რომ მე იქ ვამბობ, რომ მე მშვიდი იმიტომ ვარ, რომ ჩემ ქმარს ნაკლები დარტყმა შეხვდება და არა ის, რომ დიდებული მაგდუ გამოჩნდა. ხო, საბოლოო ჯამში დარტყმა მიიღო ალასანიას ოჯახმა. ერთი პერიოდი ისიც კითხეს, ესაც უნდა კითხო და არ გეწყინოს რა, ხარ გეწყინება? ხა თუ ვიცი რომ უნდა მეწყინოს მაინც და მაინც მე არ ვიცი, მე ხარ ვამბრო, მე სკანერი ვიხედავ ადამიანს. იწყებ ასეთი განწყობით რომ ხوار გეწყინება და ხა თუ ამდენი რამე უნდა მაწყენ პროვოცირებას ვთილობ შენსაც. კოცები წერდნენ სხვათა შორის და ამბობდნენ რომ აი როსაც უკვე წამოვიდა ალასანია ოცნებია რომ აი ალასანიას თითქოს ბინა უყიდა ივანიშვილმა. გაგიგია ხო ამის შესახებ? მე კი ვიცი ეს ბინა. კი არა ძალიან გამიხარდა ეს რა, იმიტომ რომ რა თავხედური ჭორია ღმერთო ჩემო. ირაკლის მთელი ცხოვრების მანძილზე ხა ჩვენ მამები ადრე გარდა გვეცვალა ქვია ხო რომ ხა 19-ის იყო ირაკლის მამა რომ მოკლეს და 23-ის იყო მამა ჩემიც რომ მოკვდა, ორი პატარა ბავშვი ყავდა და მთელი ცხოვრება ვშრომობთ. აი ვერ წარმომიდგენია უცებ რომ გაახილოს თვალა მილიონერი გახდეს, მე მაინც ვიშრომებ და გავთოხნი. ესე ვფიქრობ რომ მაინც ვერ დავისვენებ თქო და და ამ ცხოვრების მანძილზე იყო ძალიან ბევრი აღმასვლა, როგორც ცხოვრება არის ზოგადად, ხო? ხან გაჭირვება, ხან ნაკლებ გაჭირვება, ხან ირაკლის ძალიან ბევრჯერ ქონდა მაღალი თანამდებობა. და მიუხედავად ამისა, იყო უშიშროების მინისტრის მოადგილეც, ხო? უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო პანკიში რო შევიდა მაშ, ხო, უშიშროების მინისტრის მოადგილე, რომელიც კაბინეტში არ მჯდარა, ტყეში იყო. სპეცოპერაციას. ნუ მოკლედ, როგორც არის ხან თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხან ელჩი გაეროში, ხან ბევრჯერ ქონდა სერიოზული პოზიცია, მაგრამ მთელი აი ამ მისი ცხოვრების მანძილზე გვაქვს ერთადერთი სამოთახიანი ბინა სოლოლაკში, რომელიც ვიყიდეთ მისი ელჩობისას, გავყიდე რაშიც მანამდე ცხოვრობდი და ვიყიდეთ სოლოლაკში მისი გაეროს მისიის ელჩობისას ნიუ-იორკში და მქონდა ილუზია, რომ სანამ იქვარდა ნორმალურად დავამთავრებ, მოვასწრებ და ნუ რო ჩამოვედი მაინც კიდე 6 თვე ელიავას ბაზრობაზე ვირბინე, მაგრამ შენ თვითონ დადიოდი? რა თქმა უნდა. ამას ადამიანები ხარ დაიჯერებენ, ხო რომ ირაკლი ალასანიას ცოლი თვითონ დადიოდა ბაზრობაზე. მე არ ვიცი ვინ რას დაიჯერებს, მაგრამ მე ჩემს გარემოს ყოველთვის ჩემი ხელით ვქმნი, ასე რომ ვერც კი ვანდობდი ვერავის. მაგრამ ძალიან სასაცილო იყო, ირაკლი ბოლოს მოვიდა და მოიტანა ჩემოდნები და შემოსახლდა და მოიტანა თავის დანები და ჩემს ყვავილებს შორის ხმლები დაალაგა. ანუ დანების ეს ბინა ძალიან მგავს მე, სავსეა ყვავილები, სამოთახიანი ბინა, ერთი აივნით. იმდენი ყვავილია რომ ჩვენ არ ვეტევით, მალე უკვე ჰამაკს გავაბამ. ოღონდ ახლა შვილი ერჩის ძალიან. შვილიშვილზეც მინდა კითხო, მაგრამ ისე საერთოდ გაბედული ადამიანი ხარ, ხო? გაბედული? რა მხრივ? აი თუნდაც 90-იან წლებში წეგან თქვი, რომ ირაკლიზე 2 წლით უფროსი ვარო, ხო? უმცროსია ირაკლი ჩემზეო. გაბედე, ნუ ჩვენთან ხო ცუდ ტონად ითვლება ერთგვარად, როდესაც ცოლი ქმარზე უფროსია, ხო? და ადეკი და გაყევი ირაკლის ცოლად. ნუ ახლა 2 წლით უმცროსი იყო, ხა ესეთი მაკრონი არ დაგუმართია. ხო. და მაინც ეს გაბედული ნაბიჯი იყო, მე ასე იყო, არ ვიცი, მე არ მაქვს ასე აღქმული, ასე არ განვიხილავ ვის თვალში ეს როგორი ამ ნაბიჯი იქნება. საზოგადოებრივ აზრს აქცევ ყურადღებას? საზოგადოებრივი აზრის ყურადღების ბოლომდე იგნორირება ასოციალურობას ნიშნავს. ხო, საზოგადოებრივი აზრის ყურადღების მიქცევაა დაუშვათ და სოციალურობაა, თუნდაც ის რომ ნაგავი არ დაყარო, არა, დაბლა. არა, ამას არ გულისხმობ. როდესაც ჩვენზე ჭორავენ, მახსოვს, როდესაც ირაკლი ალასანია ბრუნდება საქართველოში, უბრალოდ აი ის პერიოდი 2009 წელია, როდესაც ერთ-ერთი გაზეთში შენზე წერს რაღაც საშინელებას.
ასე ვთქვათ, ხო? ხო, რა დაწერეს, რომ კაბაზე მეხატა ყვავილები, ხო? ხო. ხო. ცოტა უფრო მძაფრად დაწერეს. არ ვიცი, თუ გინდა ვიტყვი ხო? ხო, რა დაწერეს? არა, რაღაც ფარშევანგივით კაბა ეცვა. არ გახსოვს? არა, მაგრამ საკაიფოა. ხო. და ანუ ეს ხო მიზანმიმართულად კეთდებოდა. აი ამას არ აქცევდი ყურადღებას. აი თუნდაც დღეს უარი თქვი მაკიაჟზე, ვთქვათ ხარ ბოტასებით. ხო, სხვა შემთხვევაში სხვანაირად დაждდებოდა კამერის წინ. ხო, არ ვიცი, იცი რა არის, ანუ იმდენად მე ვერ ავყვები იმას, რისიც არ მჯერა. თორე საზოგადოებრივი აზრით შეიძლება რაღაცა მომენტში იყოს ჯანსაღი, ხო? ანუ რაღაც გააკეთო ისეთი ასოციალური, რომელიც ნამდვილად არღვევს რაღაც ჰარმონიას, რაღაც დესტრუქციულია, ხო? იქ სხვა საქმეა, მაგრამ ეხა აბრეშუმის ფარშევანგივით კაბა რამ ხელა სიხარულია. სულ არ აღვიქვამ ნეგატიურად. ხო, არა, მე რისიც მჯერა რო არც დანაშაულია და ზუსტად ვიცი რომ დანაშაული არ არის და ზუსტად ვიცი რომ არავის საქმე არ არის ეს ჩემს გარდა, ამაში რა თქმა უნდა ვერავის დიქტატურას ვერ გავიზიარებ და ვერ დავემორჩილებ. ძალადობა ძალიან კონიუნქტურას არც მაშინ ემორჩილებოდი, როდესაც ირაკლი იყო სახელმწიფო თანამდებობის პირი? რა ტიპის კონიუნქტურას? აი რომ არ გამოგეთქვა შენი აზრი, ანგარიში გაგეწია, ვთქვათ, რაღაცისთვის. იცი რა არის, ანუ როდესაც რაღაცა მგონია რომ რაღაცა პროცესის გულშემატკივარი ხარ, სულაც არ ვთვლი რომ აზრის არ გამოთქმა კარგი მეგობრობაა, ხო? იმისი არ იყოს რაღაცა ყველაზე ბოლოს რო ჭირისუფალი იგებს ცუდ ამბავს რაღაცნაირად, არა? როდესაც პაციენტს უმალავე რა ჭირს. ხო, ნუ აბსოლუტურად უზნეო რამ, როდესაც ადამიანს მას რა ეხება, არ აგებინებენ. ამიტომ მე მეგობრო, მე არასდროს არ გამოვთქვამ რამეს უხეშად. მე ზოგადად არ ვარ უხეში ადამიანი. არასდროს არ მაქვს მიზნად ვინმეს ვატკინო. და გამომდინარე აქედან არასდროს არ ყოფილა ჩემი გამოთქმული აზრი ისეთი, რომ აი ამაში თუ არ გინდა რომ ისევ და ისევ თუ შენი პროექცია არ არის ეს, თუ შენ წინასწარ არ გძულს საერთოდ რომ აი ვარსებობ თუ რაღაცა, ხო? რომ იპოვო რაღაცა იმ დატვირთული რაღაც სიძულვილის ენერგიით და როდესაც რაღაც ხდება არასწორი და ნებისმიერი მოქალაქე გამოთქვამს აზრს, მეც ვთვლი რომ მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თუ კი რაღაც მიმაჩნია, რომ მაგალითად თუ კი მიმაჩნია, რომ საყდრისი არ უნდა აფეთქდეს, იმიტომ რომ შენი კულტურული ქსოვილი, ეს არის შენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, მთავარი მდგენელი. და რომელიც ადასტურებს რომ შენ ოქროს საწმისის მითი შეიძლება სულაც რეალობაა. კი, შეიძლება საწმისი ყოფილიყო დაუშვათ სიმბოლო, მაგრამ ის რომ ოქროსაძებნელად ჩამოდიოდნენ აქ საბერძნეთიდან თუ საიდანღაც, ამას რო ადასტურებს და 5000 წლით ადრე ეგვიპტელებზე რო შენ ოქროს აწარმოებდი, ეს ამბავი რეალური რო არ იყოს, უნდა გამოიგონო. და როდესაც გეუბნება გერმანელი პროფესორების ჯგუფი, რომ ხალხო ეს სინამდვილეა და შენ ამას ახურდავებ და ყიდი ოქროში, ნუ აი რაღაცა ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და როგორ არ ვთქვა. აი რომ არ თქვა ხო, რაღაცა პირნათელი არ ხარ საზოგადოების იცი რა, ოქრო მიყვარს როგორც ოქროს სამკაული ძალიან ცოტა მაქვს და პატარა. თითქმის არა მაქვს, მაგრამ მიყვარს არა როგორც სიმდიდრის დაგროვება, არამედ ოქრო მიყვარს როგორც პიროვნება. იმიტომ რომ კეთილშობილი მეტალის თვისება რა არის, რომ ის არიკარებს ბაქტერიას, ის არის ჟანგება, ის არის რბილი, დრეკადი, შთანთქავს მზის სხივებს, ადამიანს აძლევს უფრო მეტ ტემპერატურას, სითბოს. ამიტომ მე ის თვისებებით, მისი მეტალური თვისებებით, შინაარსით, ხასიათით მიყვარს, პატივს ვცემ, მაგრამ არნიშნავს ის, რომ ვისაც და რასაც პატივს ვცემ, ყველაფერი ჩემი იყოს. ბინაზე ვსაუბრობთ წეღან. მახსოვს ის პერიოდი, როდესაც სახლში მისულს, დაგვდა რომ შიგნით ვიღაც იყო. ეს საქმე რა მდგომარეობაშია დღეს? თუ გამოიძიეს, მიაკვლიეს ამ ასე ვთქვათ კურს მძარცველთ ვინ იყო, არ ვიცი. არა, რა თქმა უნდა. თუმცა ძალიან ცუდი გრძნობა იყო და რაც თავარი ყველაზე ცუდი გრძნობა ჩემთვის ის იყო, რომ მე 1-10 წუთი ვერ მივხვდი და ამ კარს ვეჭიდავებოდი. ასე ვთქვათ, მე ტელეფონზე ხმამაღლა ვლაპარაკობდი, მე ჩემი შვილი, რომელიც ჩემი ხელით დავტოვე სევასტოპოლზე, იმას ურეკავდი, რომ რანაირად შეძელი და მომასწარი თქო და რა მოგასწარიო კი არა და თუ შეიძლება მეთხანს დავრჩებიო. და ნუ მოკლედ ძალიან გვიან ჩავარდი გონში, რომ სახლში არავინ არ არის, მაგრამ
მაგრამ კარი შიგნიდან არის დაკეტილი. და ჩემ თავს ვერ პატიობ ერთ რამეს, რომ არ დამიფიქსირებია შიში. მაგრამ უცებ გავიფიქრე, რომ ალბათ ეხა ის ვიღაც როგორ სტრესშია და ფიქრობს, რომ ეს დეგენერატი გაჩეჩილი ქალი დგას ამ კართან და ვერ მიხვდა, რომ უნდა წავიდეს. იმიტომ რომ ერთი შანსია, რომ ან უნდა ფანჯრიდან გადაძვრეს მეოთხე სართულიდან და რამე მოიწიოს, ან გამიჯერო მართლა იმაზე განიცდი, რომ ეხა ის შეიძლება გადავიდეს მეოთხე სართულიდან. ეგ მე არ განმიცდი, ეგ ჩემმა ეკუნა მიპასუხა რაზე, რომ ერთი საკეტი გვაქვს, რომელიც მხოლოდ გარედან კეტავს კარს და მერე ვიძახოდი რომ როგორ არ მომაფიქრდა გარედან უნდა ჩამეკეტა თქო და მაშინ ხომ მიხვდებოდნენ რომ აი რაღაცა სიმართლე რომელიც მარტო შენიცი და ვერავის ვერ უმტკიცებ ხო და ეკამეუბნება რომ დე არი ნერვიულო მაგაზე მერე ხო შეეშინდებოდა და ფანჯრიდან რომ გადავარდნილიყო და მომკვდარიყო ხო უფრო იდარდებდიო და მერე წარმოვიდგინე ხა მართლა რომ მომკვდარიყო ვიღაც დეგენერატი ხა რა თქმა უნდა ვიდარდებდი უფრო და ჭანდაბა მის თავს რომ გაიპარა და კიდე ერთი, ასე ვთქვათ, ძიმე თემა. მოხდა ისე, რომ ირაკლი ალასანია, რაც აქტიურ პოლიტიკაში, როგორც პოლიტიკოსი შემოვიდა, როგორც თანამდებობის პირი 2009 წლის მერე, ძალიან ბევრმა ადამიანმა უღალატა. ხო ასია. როგორც ფსიქოლოგმა, ნათია ფანჯიკიძემ, რატო ვერ გათვალა ყველაფერი ეს? ანუ რა არის იცი ძალიან ბევრმა უღალატაც ისეთი დაყენება ძალიან ბევრმა უერთგულა მე ვიტყოდი ძალიან ბევრის ერთგულება შემიძლია ჩამოვთვალო ვინც უღალატა ხო ხედავ თითებზე ითვლება არა და ეს თითი 10 ადამიანი თუ გიღალატებს ცოტა არ არის 100 თუ გიერთგულებს ხო 90-ით მეტია კი ბატონო არის მაგრამ ესენი ცნობილები თან გიერთგულებს როგორ პირობებში როდესაც ცნობილები რო იყვნენ მაგაზე არ არის ვიღაცას თუ ცნობილი არ იყო უფრო მეტი დაუცველობა ქონდა და იმან რომ არ გიღალატა შენ ხო ადამიანის რწმენა მთელი ცხოვრება შეგინარჩუნა და ეხა საერთოდ არავინ არავის არ ღალატობს, ყველა ღალატობს საკუთარ თავს რა, ეს არის და ყველა თავის რაღაც ამოუვსებელ პიროვნებად შეუმდგარ ნაპრალში ვარდება, ასე ვთქვათ, ხო? აი რაღაცას ხარბდება თუ რაღაცა უცებ გონია, რომ ამით თავს გადაირჩენს, ოღონდ თვით გადარჩენა რა არის, ესეც ხო ფილოსოფიური მსჯელობის საკითხი, იმიტომ რომ ყოველი გადარჩენა რაღაცის ფასად ხდება. ამდენად ესე იგი ამ კუთხითაც არ არის. ანუ მე არ ვთვლი რომ მას უღალატა ბევრმა, იმიტომ რომ როდესაც უკვე დიდ ზღვაში ხარ, სადაც დიდი საფრთხეებია და არა ისეთი რაც ჩვეულებრივად ადამიანების ლოკალურ ყოფაშია ხოლმე. როდესაც შედიხარ ოკეანეში საცურაოდ, იქ ზვიგენებიც არიან, პირანიებიც არიან, შტორმი შეიძლება მოხდეს და ასე შემდეგ, ანუ საფრთხეები იზრდება, ხო? საფრთხეები მრავლდება. გამომდინარე აქედან უკვე ვეშაპზე და ზვიგენზე გამახსენდა სამუშაო ოთახში როგორც ვიცი გაქვს აკვარიუმი ხო? მოდი მაჩვენე ის აკვარიუმი და იქ დაგისმევ კიდე რამდენიმე შეკითხვა. გაჩვენე. ჩემ შეყვარებულ ოქროს თევზს გაჩვენე. ეგრეთ შეიძლება რომ ოქროს თევზი გიყვარდეს? რა თქმა უნდა. კარგი. ნამდვილი სიყვარულით თანაც. ვარ ფსიქოთერაპიის ოთახში, ხო? აქ ტარდება კი ბატონო. თქვა ეს კამი მომეწონა. ეს ისრები არა აქვს, ხო ამას? ისრები არა აქვს, იმიტომ რომ ეს მოხატა ერთმა კამარას პაციენტმა და დააწერა სიყვარულის დრომ. და აი ამ სიყვარულის კამზე დაჯდომა ხო შეიძლება? რა თქმა უნდა, გადმოგედოს. მაკლია, ესე იგი მაკლია სიყვარული. ნათია, მოდი ვისაუბროთ, ვინაიდან ეს არის ფსიქორეაბილიტაციის ოთახი, ასე ვთქვათ. დღეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, ხო, ამ ქვეყანაში აქტუალურია ნარკოპოლიტიკა. რამე შეიცვალა? აი ჩვენ ვიცით, რომ 9 წლის განმავლობაში ყველა ამას ლაპარაკობს, რომ იყო რაღაც რეპრესიული, რომ ადამიანებს უდებდნენ, იჭერდნენ, თუმცა შენ მაშინაც გარისკე და გააკეთე, ხო? ვიღაცა შეიძლება ცუდად მოეყენებინა ეს და ეთქვა რომ აი ოპოზიციონერ ალასანიას მეუღლეს რაღაცა მფარველობს წამალდამოკიდებულებს ან ასე შემდეგ ხო მაშინაც გააკეთე იმის მე რამე შეიცვალა ან როდესაც ირაკლი იყო ხელისუფლებაში შენთვის უკეთესი პირობები იყო მუშაობისთვის
არა, გლეხი კაცისთვის არავინაო რო იძახიან, ჩემი მოსაწონი მთავრობა ჯერ არ მოსულა, რომელიც მე რამეში გამომდგომოდეს, თუმცა ეს შეიქმნის უნდა გეთქვა. არა, სიმართლე რო გითხრა, ანუ ყოველთვის როგორ გითხრა, რაღაცა მგონია რომ საკმარისი ვარ რაღაცისთვის, უბრალოდ აქ თუ პირიქით სახელმწიფოს ინტერესია, რომ მასშტაბში გაზარდოს რაღაც სასარგებლო საქმე, რომელიც შენ მაგალითია ჩვენი ამის საჭიროება დაანახე და თუ კი ჩათვლის რომ ის განვრცობაა სასარგებლო, მზად ვარ ვიშრომო მეტი. იმიტომ თუ კი მეტი კარგი საქმის კეთების საშუალებაა ვარ ბედნიერი, თუ ნაკლები საქმის კეთების მომენტია, მაშინაც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ცოტა მეტი დრო მრჩება საკუთარ თავისთვის, ასე ვთქვათ, ხო? შესაბამისად, ეხა არც დიდი სათხოვრები მე არასდროს არ მქონია მთავრობისთვის, ერთადერთი აი ხო ვერც იმას დამწამებდნენ, ხო წამალდამოკიდებულებს უდგას გვერდით ადამიანია და ნებისმიერი რომელსაც ჩვენ ხო ისინი იწებიან კრიმინალებად და ცუდ ასოციაციებს იწვევენ ყოველ შემთხვევაში. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო შეგვიძლია ყოველფერს რაღაც შევარქვათ და აღარ გადავარქვათ ისე, როგორც გვაწყობს, როგორც ეს პრობლემას თითქოს მოხსნის სიყვარულის პრობლემას. იმიტომ რომ რეალურად არც ერთი ადამიანის გამრუდებული ბედი სოციალურად არ ხსნის პრობლემას, პირიქით ამძაფრებს. მაგრამ ჩვენ გულიდან ვიხსნით იმ პრობლემას, სადაც მოთმინება და სიყვარულია საჭირო და შრომის ჩადება. იმიტომ რომ ნარკომანებთან მუშაობა, როდესაც ისინი დახმარებას ითხოვენ, ბევრად უფრო ძნელია, იმიტომ რომ ბევრი კომპონენტისგან შედგება მათი პრობლემა, ვიდრე დაუშვათ, როდესაც ნევროზით შეწუხებული ადამიანი მოდის ჩემთან, ან დეპრესიით, ან თუნდაც ფსიქოზური დიაგნოზით, ისიც რაღაც ერთი მიმართულებაა, რომელსაც ამ შემთხვევაში ფსიქოზური პაციენტისას ფსიქოთერაპიის როლი არის არა განკურნება, იმიტომ რომ საერთოდ მთელ მსოფლიოში დაავადებების უმეტესი წილი ფიზიკურიც და ფსიქიკურიც უმეტესწილად ქრონიკულია და მედიცინა ძირითადად სიმპტომების გაქრობაზე მუშაობს და აი ამ სიმპტომების გაქრობის შემდეგ, რასაც ცდილობს ფსიქიატრია, ფსიქოლოგის ფუნქცია არის უკვე განაცდევინოს ცხოვრება ადამიანს უფრო საინტერესოდ და სიხარულით, ანუ უფრო ბედნიერი გახადოს, ვიდრე ის მანამდე იყო. და რატო დაინტერესდა საერთოდ ნარკომანებით? არ გერჩია, რომ აგერჩია უფრო 7 როგორც ფსიქოლოგს, ხო, სფერო და არა მარტო ნარკომანებით, ყველასთან მუშაობ მე. უბრალოდ ნარკომანებისთვის, რადგანაც ეს ხანგრძლივი ფსიქოთერაპიის კურსი უნდა ყოფილიყო, რომ მაგალითი მეჩვენებინა, რომ შეიძლება რომ ამ ადამიანებმა ფუნქცია შეიძინონ და იმუშაონ ცხოვრება სხვანაირად დაიწყონ და ბიუჯეტში იქით შეიტანონ ფული და არა ის და ნაშრომი ფულით გაამდიდრონ ბიუჯეტი და არა ის როგორც ძალადობრივად მათ ყველა ძარცვავს დაწყებული ეგრეთ წოდებული ბარიგიდან, რომელიც როცა მასშტაბურია ეს ნარკოვაჭრობა ყოველთვის სახელმწიფო უდგას უკან, მერე რაღაც დაუსრულებელი მკურნალობაში მუდმივად ფულის ხარჯვა, მერე ოჯახების ძარცვა საპროცესო გარიგებებზე და მე მინდოდა მეჩვენებინა მაგალითი, რომ ეს შესაძლებელია. და ამიტომ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი შერჩეული ჯგუფი, რომლისთვისაც ჩვენ გვქონდა მცირე გრანტი და გრანტის საფუძველზე ვმუშაობდი მათთან. და რადგანაც ეს იყო ერთგვარად ძალიან გასაოცარი, რომ აი ესეთმა ადამიანებმა ამდენი რამ შეძლეს, ამიტომ რაღაც უფრო გახმაურდა, რომ მხოლოდ ნარკომანებთან თორე. არა, ნებისმიერ სულიერ პრობლემასთან და აი ამ ადამიანებთან ურთიერთობა რაღაც ზეგავლენას არ ახდენ შენზე? რომ ხანგრძლივი თერაპიის თანხის მოპოვება მათთვის იქნებოდა ძნელი, ბატონო. ამ ადამიანებთან ურთიერთობა შენზე ზეგავლენას არ ახდენს? ზეგავლენა ხო არის ზაფხები, რაღაცა ხوار შეიცვალე, განწყობა, ხასიათი ხوار შეგეცვალა. მაინც როცა უყურებ ამდენ ისმენ და უყურებ ტრაგიკული ადამიანის ამბავს, ყოველდღე გაქურთიერთობა, ეს ხო მაინც ნელი გადასახარშია. ხო, ფსიქიკური მეტაბოლიზმი, რა თქმა უნდა გქონდეს ძლიერი, ესეც მოაქვს დროს, ესეც მოაქვს პროფესიონალის ცხადია დამწყები, როდესაც ვიყავი, რა თქმა უნდა, შეღწევა და ჩარჩენა ჩემში ეს ნარჩენებად ნაფლეთებად უფრო ინტენსიური იყო ცხადია. ეხლაც მე მჭირდება მე თვითონ მედიტაცია, ჩემი მენტალური ჰიგიენა მჭირდება ვიურთიერთო იგივე მიწასთან, რომელსაც რაღაცნაირად გავზავდები მიწაში, ასე ვთქვათ, ანუ ყვავილებთან ურთიერთობით, ასე რომ უკვე ვიცი როგორ უნდა მოვუარო თავს ისე რომ
რა თქმა უნდა ყოველთვის ხდება ჩვენ ყველას გვაქვს ნევროტული ბირთვიც, ფსიქოზური ბირთვიც ფსიქიკაში და როდესაც ამის მუდმივი გააქტიურება ხდება, მე ვხუმრობ კიდევაც რომ პაციენტებს რა ენაღლებათ, მოდიან და მიდიან და ჩვენ სულ კლინიკაში ვრჩებით, თქო ჩვენ არასდროს არ გვწერენ, ხო? ამიტომ შეიძლება რაღაცა ყველაფერს ატარებდე შენს თავში, ასე ვთქვათ. იმ პერიოდში, როდესაც ირაკლი ალასანიას დაეძაბა ურთიერთობა ოცნებასთან, ხო? ვიღაც მეოცნებები სოციალურ ქსელში შენზე აი ამ კუთხითაც წერდნენ რაღაცეებს, ხო, რომ ნუ ნათია ცოტა მაპატე და ვერ არის და წაგიკითხავს და მოგისმენია, ხო? არ ვიცი, ალბათ. ესაც მიზანმიმართულად ხდებოდა? ალბათ. დისკრედიტაცია რა თქმა უნდა, არიან ხელფასიანი ჯგუფები, რომლებაც უნდა ხმაური ატეხონ და შეითრიონ ამაში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ამ დროს ხელოვნურია და შეკვეთილია თემა, მაგრამ ასევე დიდი წარმატებით შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ ვერა ვარ. რა პრობლემაა? არ არის საჭირო რომ ყველას უყვარდეთ, ყველას თუ უყვარ ხარ, ყველას თუ მოსწონ ხარ, დიდი ალბათობით არც არსებობ, არც ხარ არაფრად ღირებული, იმიტომ რომ არ არსებობს ერთი აზრიც კი გაგაჩნდეს ადამიანს და თვითონ ამ აზრს არ ჰყავდეს რაღაც დაპირისპირებული აზრი არ არსებობდეს ამასთან, ხო? რაღაც ფორმა გქონდეს და აი ამ ფორმასთან დაპირისპირებული ფორმა არ არსებობდეს. ამიტომ თუ კი შენ მკაფიოდ ემჩნევი შენი ეგზისტენცია, ასე ვთქვათ, თუ მკაფიოა ამ ქვეყნად, წარმოუდგენელიც კი არის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ერთნაირად იყო მისაღები და ნორმალურია ეს. გურამ ფანჯიკიძის შვილობა რთული იყო? მე არ პასუხისმგებლობა იყო? ან მამი ალასანიას რთულობა? რა არის იცი, ანუ მე მამიას სამწუხაროდ მე ვიცნობდი მხოლოდ 2 წელი, იმიტომ რომ ჩემი უფროსი შვილი იყო 11 თვის რომ მამია გარდაიცვალა. მამიას წინაშე მე რა თქმა უნდა უფრო მეტ მორიდებას გრძნობდი და პასუხისმგებლობას, თუმცა ეს ადამიანი სამხედრო იყო, ხშირად იყო სახლიდან გასული, მაგრამ როდესაც იყო ძალიან დიდი რიდი მქონდა მისი, ოღონდ ამავე დროს ძალიან დიდი აღტაცება. არა, ეგეთი ყალბი ფორმების ის არ შემიძლია, იმიტომ რომ მე ის ძალიან მიყვარდა, ძალიან დიდ პატივს უცემდი, მაგრამ ის რაც არაორგანულია და უნდა დაისწავლო 20 წლის ასაკში, საჭიროდ არ მიმაჩნია და არც იდგა ამის საჭიროება, ხო, იმიტომ რომ ბატონოსაც არა. რაღაც აი უფრო მახსოვს, რომ მერიდებოდა თითქოს ფორმაც ვერ მოვნახე და აი პატარაც რო ხარ უფრო ასაკით და ვცდილობდი რომ აი პირისპირ დავლაპარაკებოდი რომ რაღაც სანამ რაღაც ფორმა გამოინახებოდა, თორე ხა ირაკლის დედას პირდაპირ სახელს ვეძახი და უძვირფასესი ადამიანია და ამდენი წლის ოჯახი ვართ ერთიანი. მაგრამ რაც შეეხება მამა ჩემს ოჯახს მე ძალიან უმადლი ბევრ რამეს და ერთ-ერთს ამას რომ მამას არაუკიდებია ჩემთვის მე არ მიგრძნია არასდროს რაღაც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რითიც ამარი და ამ პარტავნებას რაღაცო წარმოიდგენენ ხოლმე რომ ვიღაც არიან განსაკუთრებული. ან მამა ძალიან ადამიანების მოყვარე იყო. ძალიან ადამიანი უყვარდა თავისი არსით და არ განიცდიდა აი ამ რაღაც გამორჩეულობის ტრამვას, ასე ვთქვათ. და ამდენად საერთოდ არ იყო ეს ჩემს განცდაში, რომ რამე ოდნავ მაინც შეიძლება განსხვავებული ყოფილიყავი ვიღაცისგან და ამის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, იმიტომ რომ მართლაც არავისგან არ ვიყავი განსხვავებული, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ხო, მაგრამ ცნობილი მშობლების შვილი ვიყავი. ხო, მაგრამ მშობლები რა არიან სოციუმისთვის, ამას ხომ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა ჩემთვის იმას ჰქონდა, რომ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი დედა და მამა, რომლებიც ჩემზე ზრუნავდნენ, ხან რაღაცაზე მტუქსავდნენ, მაგრამ ჩემთვის ისინი სხვანაირად იყვნენ აღქმული, სხვა პოზიციიდან, სხვა კუთხიდან. ზე უცნაურად გარდაიცვალა გურამ ფანჯიკიძე რა? ხო, უცნაურად არა, ძალიან გავდა მისი ფინიში მის შინაარსს ზოგადად, ძალიან ბევრი ენერგია ჰქონდა, ძალიან ეშინოდა სიბერის, ვერ წარმოედგინა აი დაჩაჩანაკებული თავის თავი და შესაბამისად არც დაბერდა. გიждდებოდა ზღვაზე და აფრინდა ზღვიდან, არა ჩვეულებრივი საფრენი ბილიკია ვისურვებდი მეც. სიბერი შენ სხვა გეშინია.
მეშინია არა, უბრალოდ თვლი რომ ადამიანურ სასჯელთაგან, ჯოჯოხეთთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი არის უძლურება, რაც მოაქვს სიბერეს. უძლურება, უსარგებლობის განცდა, ანუ სიბერე მანამ არ არის, სანამ აი ეს არ შემოვა შენს განცდაში. ეს თუ შემოვიდა, ჩემი აზრით ჯოჯოხეთი იწყება, მაგრამ ისე სიბერე ნაოჭების გაგებით ზოგს ეჩვენება რომ 30 წლიდან ბებერია და ეხა მე ეს განცდა არ მაქვს, სიბერეში დიდი გეგმები მაქვს. რა გეგმები გაქვს? ნუ 60 წლის ასაკში ვაპირებ რომ გადავსახდე რაჭაში და მქონდეს ბედნიერი თხის ყველის წარმოება მაგალითად. ეს არის ერთ-ერთი პროექტი, ბედნიერი იმიტომ რომ თავისი დილით მოკვდებიან. ეხლა სხვა გეგმები მაქვს, სულ მაქვს გეგმები, მე რეალური ქალი ვარ რეალური პროგრამით. 70 წლის ასაკში ძალიან მინდა რომ უკვე რომ წარმოვიდგენ რომ მარსზე კოლონია იქნება და საოცრება მოხდება ასტროფიზიკაში, მინდა რომ სმენელად ჩავეწერო ასტროფიზიკის ფაკულტეტზე. რა თქმა უნდა, არა პროფესიის განვითარების და შეცვლის მიზნით, არამედ იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესო გახდეს ჩემი დღეები და დამჭკნარ ტიჩებზე წითელი პომადა მესმება და ხედავ ჩემ თავს მაგასაც ხედავ. მარსზე ოცნებს, რამდენი წელი აპირებს ცოცხლეს? მანამ სანამ ჩემს განცდაში არ გაჩნდება ის, რომ უკვე დავიღალე. აი როგორც მშობიარობის ბოლო თვე რო არის, რომ აიმე ჩქარა რა აღარ გავიდა ეს დრო. აი ეს დრო რო დადგება რა დამასვენეთ რა ეხა მანამდე. უნდა მეკითხა წერა, შენი ოქროს თევზი რომელია? თუ ოქროს პრინცი? ყველა ჩემია, ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ძალიან მსხვილი როა ფოლაქივით თვალი როა და დაბჩენილი ტუჩები, იმაზე ვგიჟდები. რატო ირაკლის ადარებ? არა, რაღაცნაირი ბომბორაა და სიფათი აქვს რა, რაღაცა ტიპია, ნუ შეხედე და მიხვდები რატომ მიყვარს. რამდენი ხანია ეს თევზები ყავს? აი ეს გაოცების რეჟიმში აქვს ეს პირი დაბჩენილი და ამ გაოცებულ სახეზე ვარ გადარეული. მგონია რომ ჩემი დააპირდაღებული და აღტაცებული. რომანია მთელი. შენი და თევზის, ხო? ირაკლი არის ეჭვია. ოქროს თევზის. არის. ოქროს თევზის და ჩიტოსანი ქალის. არის ეჭვიანებს? რაზე? ოქროს თევზისა და ჩიტოსანი ქალის რომანზე. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ხო რაღაც უტყვი სიმბოლოა, რომელსაც აი შეგიძლია რაც გინდა ელაპარაკოს სიყვარულზე. რაც გინდა და ირაკლის ვერ ელაპარაკები? იცი რა არის დიალოგის რეჟიმი ხო უფრო რთულია თორე როგორ ვერ ველაპარაკები. მე საერთოდ სულ სიყვარულზე ველაპარაკობ ყველასთან, არა მარტო ირაკლისთან, ბავშვთან, ქალთან, მოხუცთან, კაცთან. სიყვარულზე, სიყვარული მაინც და მაინც რომანტიკული ხომ არ არის? რატო ეძახი საკუთარ თავს ჩიტოსანს? ჩიტოსანს იმიტომ ეძახი საკუთარ თავს, რომ მწყერები ყავს თავში ხო გაგიგია? მარტო არ არისო რა. ნათია ეხა სხვანაირად გაიგებენ. იცი რა, ჩიტოსნობა ჩემთვის არის ძალიან პოზიტიური, იმიტომ რომ როცა იმდენი ჟღურტული და მგალობელი ჩიტია თავში, რომ შენ შეგიძლია მუდმივად რაღაცა მელოდიით ცხოვრობდე. ეს არის, რა თქმა უნდა, ნუ ვხუმრობ ამაში, ხუმრობაა, მაგრამ ამაში ვგულისხმობ სამყაროს საკმარისობას იმისთვის, რომ შენ საკუთარ თავს ყოფნი და მაშინაც კი თუ კი ირგვლივ ყველა შემოგეცლება და ამდენად აი იმას, რასაც უხეშად ადამიანები ეძახიან ცუდ სიტყვას სიგიჟეს, ან სერიოზულად უწოდებენ დაავადებას. შეიძლება უხეში სიტყვა არ იხმარონ, მაგრამ აი რაღაცა დაავადება, პრობლემა და მე კიდე მივდევ იმ ფროიდის გენიალურ სიტყვებს, რომ ადამიანი თუ ფუნქციურია, მას თუ ემოციური შრე აქვს ჯანსაღი და მას შეუძლია განახორციელოს ზრუნვა, მას შესაძლოა უყვარდეს ის ემოციურად ადეკვატური ჯანსაღი ადამიანი. თუ ადამიანს შეუძლია იმუშაოს რაღაც შექმნას, თუნდაც პატარა ენერგია ქონდეს დღეში 1 საათიც კი რუტინული, ის ადამიანი არის ძალიან მწყობრში და შესაბამისად დანარჩენი ხა რაღაცა პატარა თავისებურება, უცნაურობა, პატარა დევიაცია, პატარა ჩიტოსნობა, ასე ვთქვათ, ეს არის ის, რაც სამყაროს ასე მშვენიერს ხდის. რამდენი ხანია ირაკლი არ გინახავს? 3 დღის წინ გაფრინდა ამერიკაში. აქ იყო ცოტა ხანს, სულ რამდენიმე დღით იყო, მაგრამ ხშირად ჩამოდის. აი რო გითხრას, რომ პოლიტიკაში ვაპირებ დაბრუნებას. წინააღმდეგობას გაუწევ? წინააღმდეგობა მე ერთადერთხელ ვცადე მასთან, როდესაც ნიუ-იორკიდან შეთქვა 9 წლის წინ რომ პოლიტიკაში წავალო და ეს წინააღმდეგობა ერთადერთი ჩემი წინააღმდეგობა რომ არ იქნა შესმენილი, გაუბრაზდი და წელიწადნახევარი თვითონ არ ჩამოვედი და ვიყავი იქ ჩემთვის მუშაობდი მშვენივრად. ხო და მაგრამ წინააღმდეგობა ზოგადად ჩემი სტილი არ არის, როდესაც ადამიანი რაღაცას გრძნობს, რომ ეს უნდა გააკეთოს. თუმცა ეგეთი რამე რომ კიდე თქვას, მე წავალ.
სადღაც ოჯახს დაანგრე ამის გამო წავალ აფრიკაში. ინტერვიუ რამდენიმე დღით ჩაწერილი მქონდა ნათია ფანჯიგიძემ სოციალურ ქსელში რომ დაწერა. მოვიდა სეზონი, აწყდა ქსელში მერობის კანდიდატების დამარხვა, ამოთხრა, კიდევ დამარხვა, კიდევ ამოთხრა. მესაფლავეთა და აღმდგენთა ნიჭბების ჭახაჭუხს რომ ვუსმენ, საოცარი სიხარულით გრძნობა მაქვს. რა მაგარია, ეს ავადმყოფობა საქართველოში რომ პოლიტიკა ჩერაცხეს, არც ირიბად და არც უშუალოდ აღარ მეხება. მიუხედავად ამისა, მაინც ყველას ყველაფერი გვეხება, როგორც ამომრჩევლებს. მართალია ნათია, გვაინტერესებს თუ არა, პოლიტიკა ხომ ის სფეროა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვითხრევს და გვაიძულებს იმ თამაშის წესებით ვითამაშოთ, რომელსაც თვითონ შემოგთავაზებს ხოლმე.